მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ხა კომენტარი წავეკითხე, სადაც ესეთი მეუბნება რომ ეკრანზეო ფოთლის ეფექტის ფუნქცია როგორ დავაყენო. მეგობრებო, ძალიან მარტივია, თუმცა ხა ვინც არ იცის, იმისთვის რა თქმა უნდა რთულია. მოდი ხა ვიაგიხსნით როგორ ხდება ფოთლის ეფექტის დაყენება. აი მაგალითად აი ამ ღილაკზე დაჭერით, აი ესე გადმოვდივართ მარცხნივ, ერთი დაჭერით და შემდეგ ჩამოდიხართ ბოლოში. აი აქ წვევით OK-ს. აი всё. თუ ჩვენ აი აქ გადმოვალთ მარჯვნივ, აი ესე და helps მივცემთ, აქ წერია მისი დანიშნულება თუ რას ნიშნავს ფოთლის ეფექტი. როცა მეტი იქნება წვის რაოდენობა, თითო ფოთოლი დააკალდება აი ამ ტოტებს. და ეხლა მოძრაობაში მინდა გაჩვენოთ აი ამ ფოთლის ეფექტი, ნახე რა ხდება. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როდესაც ტოტს დაცვივდება მთლიანად და ტოტს არც ერთი ფოთოლი არ შერჩება, თვითონ ის ტოტიც კი ქრება. აი გაქრა მგონი ერთი ტოტი. ჩვენ ამ ლაპარაკში მოძრაობ დენზე და ეს უკვე ეკონომიური მოძრაობაა და აუცილებლად ხა დაემატება ერთი ტოტიც და პლუს ფოთოლიც. აი დაემატა ერთი ტოტი უკვე და ფოთოლიც. აი მივხვდით ხო ამ ფოთლის ეფექტი მარტო ვიზუალური მხარე და სილამაზე არ არის. კიდე გეუბნებით, ვინც არ იცით ამ ფოთლის შესახებ, აი ამოვიდა ერთი ფოთოლი კიდე. ეს არის თქვენი ბენზინის რაოდენობის ხარჯვასთან რამდენს წვავთ და როგორ მოიხმართ ეს. ეხლა მე როგორც კი ფეჩ ჩაურთავ, ეგრევე წავა უკვე ბენზინის ხარჯვა მეტი და შესაბამისად ფოთოლიც დაცვივდება და მოდი ამასაც გავტესტავ. აი ახლა პირიქით მომატების მაგივრად დაიწყებს ფოთოლ ცვენას. აი დაიწყო უკვე ერთი ფოთოლიც მოძრა და ესე მიყვება ახლა რა. აი მეგობრებო, მოძრა როდესაც ელემენტი დამჯდარი არის და საცობში ხარ, ყველა მანქანის დაძვრაზე გადადის ბენზინზე და ამ დროს იხარჯება ყველაზე მეტი ბენზინი. ფაქტიც ახესი არის. აი ამ ფოთლებს თუ დავაკვირდებით, სულ 3 ფოთოლია დარჩენილი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი დასაწყისშივე, რაც მეტი ბენზინი იხარჯება, მით მეტი ფოთოლი ცვივა ტოტებს. და როცა ესე უკვე გზახსნილია და თავისუფლად დადიხარ და ელემენტიც ნახევრამდე დატენილია და ხშირად უკვე ჰიბრიდზე მოძრაობთ, რა თქმა უნდა ამ დროს გაცილებით ეკონომიურად დადის მანქანა და ფოთლების მიხედვით ფაქტით სახეზია აგერ. შედარება გაჩვენეთ ხშირ შემთხვევაში ბენზინის დიდი რაოდენობით ხარჯვის შემთხვევაშიც და ნაკლები წვის შემთხვევაშიც. აი ეს იყო მეგობრებო, მეტი აქ სირთულე არაფერი არ არის. თქვენი ფოთლებით მიხვდებით გზაზე რო ხართ თქვენი მანქანის წვის რაოდენობას. კარგად იყავით, მოგეჩვენებთ.